მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან ისევ მოქალაქეები, რომელსაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის გამო, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, თუ როგორც ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა, რომ დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა, რომ ამ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრების ინიციის ტყვეები და რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი და სწორედ პროევროპული წინააღმდეგობა, პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება ამ ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტი ხანია. როცა მას შემდეგ, როცა ანტიკონსტიტუციურ მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და დღეს როცა უკვე ეს ანტიკონსტიტუციური მთავრობა ცდილობს სხვადასხვა ფორმით და მეთოდით სხვადასხვა კანონის მიღებით ჩაახშოს პროტესტი, მათ შორის მას შემდეგ როცა მიიღეს ესეთი კანონი, რომ პროტესტის გამოხატვა ტროტუარზეც კი არის დაუშვებელი და ეს პროტესტიც გააუქმა ოცნების რეჟიმმა, ამის მიუხედავად მოქალაქეები იკრიბებიან, როგორც თქვენ ხედავთ ახლა კაცის სურათებში მშვიდობიანად და არანაირ მოძრაობას ისინი არ უშლიან ხელს მეთუმეტეს ტროტუარზე. გუშინ ჩვენ ნახეთ თბილისის საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზაზე, როგორ მივიდა პოლიციელი დემონსტრანტებთან და უთხრა, რომ მათ არ აქვთ შეკრების უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების გარეშე ჩვენ კი ვიცით, რომ კანონი, რომელიც მიიღო ოცნების პარლამენტმა, გულისხმობს არ მხოლოდ გაფრთხილებას, არამედ პრაქტიკულად ნებართვის მიღებას. მოდი გავისაუბრები დღეს ბათუმში სასამართლოსთან გამოსულ მოქალაქეებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებზე. გენრი დოლიძეს ხედავ, პოლიტიკოს პარტია დროას ერთ-ერთ ლიდერს. საღამოშრომისა გენრი, რა შეგიძლია თქვა ამ კანონზე, რაც მიიღო ოცნების პარლამენტმა, ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა, როცა ტროტუარზე შეკრება და პროტესტის გამოხატვაც კი აკრძალეს პრაქტიკულად, ხო, ესეთი კანონი მიიღეს. რა საჩვენებს ეს რა ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმი, როცა ასეთ გაწყვეტილებას იღებს? ტრაგიკომიკული პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ თან სასაცილოა ეს ყველაფერი, როცა სოფლიოში რაღაც უპრეცედენტო კანონს იღებ, ტროტუარზე შეკრება არ შეიძლება. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლება გააჩნია ადამიანს, ამ ძირითად უფლებას ეწინააღმდეგება. და თან ასევე ტრაგიკულია, იმიტომ რომ ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანური ტრაგედიები, ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ნორმალური განვითარების შეფერხება. ხო და რავი, ბუტაფორიულ ქვეყანაში ცხოვრობთ უკვე ერთ წელიწადი არ არის ეს. თვითონაც კი ხვდებიან, რომ არ არის ეს ყველაფერი ნორმალური ჯანსაღი და ეძებენ რამენაირ გზას, რომ რაღაცნაირად მოირგონ კანონი ისე, რომ შეაშინონ ეს ადამიანები ან რაიმე რეპრესიული მექანიზმი გამოძებენ, მაგრამ ხედავთ, რომ რუსთაველი დგას ამდენი ხანია, ერთ წელიწადზე მეტია უკვე. ანუ ფიქრობთ, რომ ამ გზით შეაშინებენ მოქალაქეებს და დაიშლება ეს წინააღმდეგობა? რაღაცნაირ ბერკეტები გამოძებნონ, თუნდაც კვებონ საკუთარი ამომრჩევლები იმით, რომ აი რაღაცა უკანონობას აკეთებენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ როდესაც დღეს უმეტეს სოციალური ცელების ეპოქაში, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ხალხს მაგალითად პირბადეებზე აჯარიმებდნენ, ხო ეს რაღაც სასაცილოდ გამოიყურებოდა. გეუბნები ალბათ მათი ამომრჩეველი დასავლებს შეუძლება, რომ რას არღვევს ეს ადამიანი, ამიტომ ჭირდებათ რაღაცა მათი ხურით მოთხრეული კანონები, რომელსაც მე მაგალითად აჩვენებენ, რომ აი ამ კანონს ამ მუხს არღვევენ, თუმცა რა რომელ კანონზე არის საუბარი, საერთოდ გაგვიუქმეს ყველაფერი კონსტიტუცია და ყველა ხელისუფლების შტო არის არალეგიტიმური და აბსოლუტურად კონსტიტუციის აპირისპირო მიმართულებით მიყვარს ქვეყანა. პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში რა დამოკიდებულებას აფიქსირებს ამ ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმი? ხო, ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე გამოვიდოდნენ და დატოვებდნენ კონკრეტული ლიდერები ციხეს და მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე ხვალტოებს უკვე დაწესებულებას, მოიფიქრეს ახალი ბრალი, მათ ახალი ბრალდებები წარუდგინეს, ხო, რომელიც შეეხება საბოტაჟს და მტრული საქმიანობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტროდ განწყობილ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას, ხო? თუმცა მათ გადადეს ეს აკვედი ღონისძიების შეფარდების ეტაპი ორი თვით. ეს რას საჩვენებს თქვენთვის? ჩვენთვის ჩვენ სხვანაირად უყურებთ. ჩვენ შიდა სამზარეულოა, ვიცით ქართული ოცნების და მათ გაცილებით დიდი მექანიზმები და ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ თუნდაც სოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების საფეხურში და ჩვენ არეგულარულად ვცდილობენ, რომ შეინარჩუნონ თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ძლიერად დგას რეჟიმი და სისტემა
სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რომ ერთ ფეხის გადაბრუნება აქვს დარჩენილი და ძალიან ჩამოინგრევა მათი რაღაცა ეს ქაღალდის ბანკოს სახლი, რაც აშენებული აქვს, რომელიც არანაირ საფუძველზე არ დგას, მათი ხელისუფლება არანაირი ლეგიტიმაციით არ არის გამყარებული, იმიტომ რომ ხალხისგან არ აქვს მას ამისი მინიჭებული უფლება, რომ მართონ ხელისუფლება. შესაბამისად, მათ თავისუფლებაზე მყოფი მოაზროვნე, მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც თუნდაც 10 ადამიანზე, 10 პერსონაჟზე აქვს გავლენა, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომ აქვთ ჩაწყობილი ესე მჭიდში გასასროლად გამზადებული გარკვეული რაღაცა კანონები გადაზღვევის მიზნით, როცა დაჭირდებათ, მაშინ შეუძლიათ რომ მაგრამ აი რას უპირებს ლიდერებს, რა დამოკიდებულება ამჟამად ოპოზიციასთან? უბრალოდ ხედავენ იმასაც, რომ ეს მათ სისუსტეს ავლენს და ამიტომ ჯერ კიდევ გარკვეული ლიდერები, ჯერ კიდევ გარკვეული აქტივისტები გარან გარეთ, იმიტომ რომ თუკი მასი კიდევ უფრო მასიურ რეპრესიებზე გადავლენ, ეს პანიკის ძალიან აშკარა ნიშანი იქნება და ვერ ექნება თუნდაც ის რაღაცა ანუ სიტუაციის მართვის საკონტროლის საკარგვის რისკებით იზრდება ამ პირობებში. ან რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თბილისი აფეთქდეს და ძალიან მწვავე მანიფესტაცია შედგეს, მრავალრიცხოვანი მიტინგი, ეს როგორც მოხდა მაგალითად კონსტიტუციიდან გადაყრდნობის დღეს. როდესაც კობახიძემ ასწავლელი განცხადება გააკეთა, ეშინიათ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს გარეთ და ეშინიათ ამ ადამიანების კონსოლიდაციის და ნებისმიერი მაკონსოლიდირებელი ადამიანი, რომელიც შეიძლება წინა ფლანგზე დადგეს, არ შეშიგდეს და მაგალითი იყოს საზოგადოებისთვის, ეს იქნება აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ რაღაც აზრის ლიდერი გარკვეულ საზოგადოებაში, ამ ადამიანებს იჭერენ. ამის ნათელი მაგალითია ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები, პოეტები, მწერლები და სხვა პროფესიების მათ შორის პოლიტიკური ლიდერები. მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც სტრუქტურაც გააჩნიათ და გაცილებით მეტი უფიქრია, თქვათ, ხელისუფლებასთან ბრძოლის ტაქტიკურ რაღაცა მანევრებზე. ამიტომ წინასწარ იმზადებენ გარკვეულ კანონებს, რომლებსაც ნებისმიერ დროს აამუშავებენ ვილაძე ის დაჭერა. მადლობა, ეს გენრი დოლიძე იყო პარტია დროის ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? არა ვარ ისე თუ იმაზე და აი მარტივად რა გითხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის რა ეტაპზეა თქვენ აზრით ივანიშვილის საჯგუფო, როცა ეს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვასაც უგზავნოს მოქალაქეებს? სახლიდან არ გამოხვიდეო. უყურეთ გუშინ, როცა შსს წარმომადგენელი პოლიციელი მივიდა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს და უთხრა რომ უნდა დაიშალოთ, იმიტომ რომ ეს არის გაფრთხილების გარეშე შეკრება. ეს არის ის, რომ სახლიდან არ გახვიდე. მე მოგწევთ ნებართვას და მე გადიო. როგორი უნდა იყოს ამაზე ჩვენი, ანუ მოქალაქეების პასუხი? პასუხი ის არის, რომ ადერ გევარ და ვიგები და აქაც დავწვევი. იმიტომ რომ ჩემია ეს საქართველო, მე ასე მგონია, რომ ცოტა წილი მეც მიმიღოს ამ საქართველოში ედმიერებისთვის. რა არის საჭირო ხა იმისთვის, რომ არ გამოუვიდეს ივანიშვილს პროტესტის ჩახშობა ამ ქვეყანაში? რა და ვიდგებით. ამდე სანამ სული გვიდგას. საქართველოს გადასარჩენა. სხვებს რას ეტყოდი თანამოქალაქეებს? რა თუ კომფორტულ ზონაში არიან და მილად არის შილებზე და მომავალზე მაინც იფიქრონ, რომ ვის ვაბარებთ ამ საქართველოს. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? გია ხასაია. მადლობა ბატონო გია. მოდი კაპიტან ლეილა მორთულაძის გავესაუბრები. საუბრობთ კაპიტან ლეილა. თქვენ რო გითხრათ, თქვენი პოზიცია როგორია ოცნების დაჯგუფების, ასე ვთქვათ, ბოლო გადაწყვეტილებაზე პროტესტის წინააღმდეგ, როცა მათ პრაქტიკულად გააუქმეს პროტესტის გამოხატვა ტროტუარზე. გუშინ თუ ნახეთ პოლიციელი, რომელიც მიმართავდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, სულაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს თბილისში, რომ უნდა გაფრთხილებთო, რომ თუკი არ გააფრთხილებთო შედან გასაქმეთა სამინისტროს და მე შუს უგასცემს პრაქტიკულად ნებართვას, შეიკრიბოს თუ არა აქცია, თქვათ რუსთაველზე, ან დრო, თქვათ რომელ საათზე, ან რომელ დღეს შეიძლება შეიკრიბოს აქცია, ამასაც განსაზღვრავს შუსუსუ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ეს ჩვენთვის ნიშნავს გაფრთხილებები, მაგრამ ჩვენ არ ვიმორჩილებით. ჩვენ არანაირ მაგენის კანონს არ გავემორჩილებთ. იმიტომ რომ ყველაფერი გამოიგონეს, ისეთი რამეები გამოიგონეს, რაც მე რამდენი წელია მთავრობა ყავს და ასეთი ამბავი მე არ გამიგია. ყველაფერს რო უგზავალა
მე მგონი ჰაერსაც აგვიგზალავენ ცოტა ხანში და რა ვიცი, მაშინ შეგვიწვიტონ სულ თქვა და всё, იყოს მათი ეს ქვეყანა. ეს ქართველებისა საქართველო, არათუ ვიღაცის, მაგენით ჩვენი არჩეულია. ჩვენით მევიდნენ ხო? აღარ გვინდა მოგშორდნენ ასეთი თავრობა ჩვენ არ გვინდა. იმიტომ რომ არაფერი ხალხისთვის მაგენს არ გაუკეთებიან და არც აკეთებენ. პირიქით ყველანაირად. აი პენსიები გავზარდოთ გვეუბნებიან ხელფასი საშუალო ხელფასი უკვე 2200 ლარიაო საშუალო ხელფასი საქართველოშიო. ამიტომ სემეკის დის დენის გადასახადს ამაზე რას ფიქრობ? დენის გაზარდესო და საიდან მან 8 კაპიკსი 8 ციხის და ხალხი 23 და 24-ს. სადა რამხელა რაზმი. უნდა გაიზარდოს კიდე გადასახადი. ხადი რაც არის ელექტრონული 8 თეთრით უნდა იმოძრაოს და ხალხს კაი რა ჩემი მაგენი ვერასოდეს ვერ გამოსწორდებიან და ასე ჯობია მგონს მოეგონ და თავის დროზე მოშორდეს ამ ხალხს ეს ხალხი მაინც არ დაწნადება რა გაგვიკეთოს რა მაგრამ არაფერზე არ ვეთანხმებ თუ ისევ არ იმუშავებს კანონი ჩვენ მოვისმენთ ასეთი განცხადებაც ხო უცნებისგან თუ არ იმუშავებს ამოვქოლავთო ბოლომდე ყველაგზის საშუალებას რომ ვეღარ მაშინ დახოცოს ფეიკავოს ავტომატი და დეაროს ყველასთან რას ამოხოლავთ ხალხს რავა მაგან ეს ქვეყანა მაგან მოიყვანა აქა ეს ქვეყანა სააკაშვილმა დააყენა ფეხზე მართლა ევროპა და იგი ჩვენ არ ვიცოდით ქართველებმა მაგრამ სააკაშვილმა ესნა ხო და მაგან აშენებულს ანგრევს და რაც ხალხიდან ფული მოხვეჭა მილიონრად ჯიბეში იდებენ ხო ხედა რატო არ დაიჭირა ღარიბაშვილი რატომ ისან გირაოთი გაათავისუფლეს გირაოთი რატო კაც მილიონები ოჯახში უნახეს სახში და ის არ დაიჭირა და პატიოსანი ხალხის სტუდენტებზე მისლამნი ციხეში ხარ ეს არ სამართალი ზურაბ ჭავჭანიძეზე რას ფიქრობთ თქვენს უკან ჩანს მისი დროშები ხო რომელთაც მოდიოდა ყველა აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძე და შიმშილობს დღემდე საქართველოს დროშას იქნებდა კაცი საქართველოში და დროშის გამო ციხეში დააჯინა ხალხო სამართალი სადაა არ არსებობს სამართალი როგორ მე აქ ვფიქრობ რომ სიმბოლურად და ვინც მე დროშია და ესეთ სიმბოლოებს ებრძვის ოცნების დაჯგუფება რამე გააკეთა ცუდი გამოჩნდა დროშით ხელში საქართველოს დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ჩვენოები ვარ მე მცხვენია მთელი სოფლიო ამას უყურებს რომ რა ხალხი ყავს ციხეში და აგერ ევროპარლამენტარები კიდე რას ამბობენ ხო ხედავ სანქციები და რაღაცა დაუწესოთ რომ იქნებ გონს მოეგონო მაგრამ მთელი ხალხი იძულებულია რა ვიცი არ ვიცი მადლობა ეს ლეილა მორთულაძე იყო მოქალაქე თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში მოქალაქეები არიან ისე შეკრებილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან თქვენ იცით რომ მოიცნების პარლამენტმა ანტიკონსტიტუციურ პარლამენტმა მიიღო კანონი რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციის მოწყობას მათ შორის ტროტუარზე სჭირდება უკვე შედან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება რაც პრაქტიკულად ნიშნავს ნებართვის მიღება შუსუსუდან ვინაიდან თავად შუსუსუ განსაზღვრავს შეკრების დროს და ადგილს ნებისმიერ თემაზე თუ კი მოქალაქეს დასჭირდება პროცესის გამოხატვა მან უნდა მიმართვა შუსუსუს და ამის შემდეგ შუსუსუ იღებს გადაწყვეტილებას თუ სად შეიძლება შეიკრიბონ აქციის მონაწილეები და როდის თავად შეგიძლიათ შეაფასოთ ეს რამდენად არის პროტესტის გამოხატვა და რამდენად არის დაცული აქ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და სწორედ ამ ეს ნაბიჯის გადადგა ოცნების დაჯგუფებამ და რამდენიმე დღის წინ ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამ კუთხით. მოდი კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები ქეთი გოგიძე საღამოშდებისა ქეთი გოდიში მინდა რომ გაგესაუბროთ თქვენთვის რა ეტაპზე გადადის ამ გადაწყვეტილებებით ივანიშვილის დაჯგუფება და ანტიკონსტიტუციური პარლამენტი რომელიც ტროტუარზეც კი გზავნავს პროტესტის გამოხატვას ჩვენ ნახეთ გუშინ არ ვიცი ნახეთ თუ არა თქვენის ვიდეო სადაც ჩანს პოლიციელი და ეს პოლიციელი მივიდა ერთ-ერთი მაღალ ჩინოსთან და გააფრთხილა აქციის მონაწილეები რომ მათ უნდა გააფრთხილონ ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტული საპროტესტო აქციის შესახებ და ამის შემდეგ შუსუ მიიღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა კანონიერი ეს შეკრება და შეიძლება თავად განსაზღვროს კონკრეტული აქციის დრო და ადგილი სადაც შეიძლება გაიმართოს საპროტესტო აქცია ეს რას აჩვენებს რა ეტაპზეა ამით როცა ასე გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილის რეჟიმი ანუ სხვა სახელით უნდა დავარქვათ ჩვეულებრივი დიქტატურა არის და ამას ვამბობდი
ძალიან დიდი ხნის წინ და ძალიან ცოტა ჩემს მეგობარს ჯეროდა და რა სისულელეა მეუბნებოდა და ეხლა ამბობს ნამდვილად რომ მართალი ვიყავი და ასე მგონია რომ ეს რაღაც არ არის, ანუ ბოლო კიდე რაღაცებს მოიგონებენ. საერთოდ ქუჩაში ალბათ აგვიკრძალავენ განსხვავებული აზრის ადამიანებს გარეთ გამოსვლას. და სხვათა შორის დღეს იყო ადამიანს მიუსაჯეს 10 დღე იმის გამო რომ ვიღაცას კომენტარი დაუწერა Facebook-ზე. ანუ Facebook კომენტარის გამო დააპატიმრეს ადამიანები. გულისთვის იჭერენ ადამიანს და აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ აწი, ანუ არ ვიცი მართლა აღარ ვიცი სად მივდივართ კი არა და ვიცი უბრალოდ არ მომწონს სადაც მივდივართ და ეს ძალიან სად მივდივართ რა ქვია ამას თქვენ როგორ ასეთაობთ ეს არის ალბათ სრული იზოლაცია აი როგორც კორეაში არის ყველა გაღიმებული ბედნიერი მაგრამ შინაგანად ალბათ დაჩუნგებული იქნება ეს ჩვენი მომავალი თაობა და როგორც რუსეთში ალბათ არავის არც ერთ თემაზე არ აქვს უფლება რომ გამოხატოს პროტესტი, ხო? მოასწრებს გაიქცევა და ნუ აქ დარჩება ის მასა, ალბათ ვინც იმსახურებს ამ ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ. ვიდრე ჯერ კიდევ არ არის დამყარებული ეს დიქტატურა, ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა, როგორ რას ეტყოდით თანამოქალაქეებს, რა რესურსია დარჩენილი სამისოთ, რომ გადარჩეს დემოკრატიული პროცესი და შესაბამისად ეს ქვეყანა სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო. მე მინდა რომ ადამიანებმა წვენა დაიბრუნოს, ანუ გაცნობიეროს მართლა რომ ჩვენში არის ეს ძალა, რომ ერთიანობა გადაგვარჩენს, სხვა უბრალოდ ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს. ეს ხალხი ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენ გვაქვს ამის ძალა. ბერკეტი რომ ისევ გაუშვათ უკან და ვერანაირი ფული, ვერანაირი რუსეთის მხარდაჭერა მათ უბრალოდ ვერ შეანარჩუნებს ამ სკამებს თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი ერთიანი და აი ერთად ვიბრძოლებთ. ბოლო რამდენიმე ახალა მოძებს მინდა გითხოთ, შუქის გადასახადი იზრდება ქვეყანაში, იყო თუ რა თქოს გასაგები და მისაღების დასაბუთება რაც აქვს სემექს ამ კუთხით. მართალი გითხრათ დასაბუთება არ წამიკითხია ანუ ნაკლებად გაიზარდა ხარჯებიო ენერგოპროჯორჯიას ხარჯები მაგრამ მე მახსოვს როცა მოდიოდნენ და ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი ნაციონალები ამატებდნენ სინამდვილეში ბენზინი რო ლარი ღირდა მაგრამ თურმე სხვები ამატებდნენ შუქიც რო ესეთ ძალიან იაფი იყო მაგრამ გაბერილი თანხა იყო მაგრამ როგორც კი მოვიდნენ ფაქტურად რამდენიმე თვეში გაზარდეს აბსოლუტურად ყველაფრის თანხა და დღემდე ესე მიდის და დანარჩენი არგუმენტი არის ყველაზე დიდი სისულელე როგორც ადამიანს 250 ლარი უნდა იყოს თვეში თურმე რო იარსებოს საქართველოში აი არ ვიცი მოკლედ ისეთ რაღაცებს ამბობენ და თვითონაც არა აქვს როცა ჟურნალისტი ხვდება და ელაპარაკება თვითონაც არა აქვს რამე რეალური არგუმენტი რომ მოიყვანონ ფაქტად. და საშუალო ხელფასი კიდევ დაახლოებით 2200 ლარია. ძალიან მაინტერესებს ორ სამსახურში მუშაობ და მე არ მაქვს მაგდენი ხელფასი. რა ვიცი, ალბათ თავიანთ ნათესავებს ვინც დასაქმებული ყავთ და მაღალი ხელფასები აქვთ, ალბათ ამათი გამოაქვთ ეს დასკვნები. და ხალხი ბრუნდება მაგალითად იგივე პოლონეთიდან, როცა მძიმე პირობებში, მძიმე ფიზიკური შრომაში იყვნენ ჩართულები და იქაც კი მას შემდეგ რაც რადიკალურად შეიცვალა საქართველოს საგარეო კურსი, შეწყვიტეს გამარტივებული პირობები და მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ ისე მარტივად დასაქმება პოლონეთში. სამწუხაროდ ზუსტად ეს ადამიანები ზე გადაღვა ეს ყველაფერი, ვინც ეხლა ჩუმად არის, ეგუება ამ ყველაფერს, თორე თვითონ ყველანი ძალიან მშვენივრად იქნებიან, საერთოდ არ ჭირდებათ არც ვიზა, არც სხვა ქვეყანაში წასვლა, აქაც მოირგებენ ყველაფერს. და მშვენივრად იცხოვრებენ, თავიანთ ქალაქებს ააშენებენ, თუ დაჭირდებათ, ეხლა აპირებენ რაღაცას მთაზე თბილისში და ესეთებს ბევრს ააშენებენ და იდილიაში იცხოვრებენ. ეს იკითხოს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ჩუმად არის, მას არ იღებს და ფიქრობს, რომ მას არ შეეხება. ასე მინდა გითხოთ ბათუმის ბიუჯეტზეც, ბათუმის ბიუჯეტში 2026 წელს გაიზარდა ბათუმის მერის თანამშრომლების ხელფასები დაახლოებით 6.5 მილიონი ლარით, ბათუმის მერის ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები უკვე დაახლოებით 10,000 ლარია და ამ დროს არც ერთი ახალი ბაღის მშენებლობა არ არის გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტში. ეს რას აჩვენებს? დღეს კი ვნახე, რომ რაღაც ადგილი ვერ მოიძიეს თუ. ხო, ადგილი ვერ მოვიძიეთ და ამიტომ არ ვაშენებთ, ხო. და ეს კორპუსები რო სოკოებით ამოდის უაზროდ, რომელსაც მანქანის დასაყენებელ ადგილს არ უქმნიან, ამისთვის ყოველთვის არსებობს ადგილი. რა უნდა ვილაპარაკოთ ამაზეც? ესეც
თითიდან გამოწვეული პრობლემები, რომელიც სინამდვილეში მე ვფიქრობ კომენტარსაც არ გააკეთებდნენ ხალხის რაღაცნაირი რეაქცია რო არ ყოფილიყო. ამ დროს რას ნიშნავს ეს ქალაქისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის? ასეულობით 770 ბავშვი არის ელოდება ბაღის იმედს. ბაღები არის გატენილი, მე 12 წელი ბაღში მუშაობდი და ზღვარი უნდა იყოს 35, მე ვფიქრობ რომ ჯგუფისთვის 35 ბავშვიც ძალიან ბევრი არის. ალბათ 25 ბავშვი უნდა იყოს, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ნორმალურად ბავშვების განათლებაზე, განვითარებაზე იზრუნონ, ისინი დღეს მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ანუ რომ ბავშვს არ დაარტყას და რაღაც ხელი არ მოიტკინოს და ასე ანუ უფრო ამაზე ორიენტირებული მოკლედ აღმოჩნდელი საბავშვო ბაღში, ხო? უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი 40 და 45 ბავშვის ყოლა. წარმოიდგინეთ უბრალოდ 5 მასწავლებელიც რო იყოს ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია ამის გაკეთება და ეხლა არის 2 და რაღაც პერიოდი 3. და ერთი ძიძა არის, რომელსაც რაღაც საქმე აქვს და ნუ გამოდის რომ მაინც ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს 45 ბავშვს. ანუ პრაქტიკულად ვერ იღებენ იმ განათლებას, რასაც იღებდეს სკოლამდელი ჩვენი თაობა განათლების გამოდის, რომ პერიოდში, იქნება გაუნათლებელი, არიარსებებს ბაღები, მე რა თქმა უნდა, ვისაც ფული აქვს და ეს არიან თვითონ ააშენებენ კერძო ბაღებს, იქ ალბათ სწავლენ ეს ბავშვები და ესეც მათზე მორგებული სიტუაცია. ეს სოციალური უთანასწორობა ახლა ძალიან ძაფრად საგრძნობია, ხო, რომ ბავშვების რაღაც ნაწილი დადის კერძო ბაღებში, იმიტომ არის, რომ თვითონ ირჩევენ რეალურად, შეიძლება არ იძულებულებით ხდებიან, ხო, გარკვეულ მომენტებში იმიტომ რომ არ არის საკმარისი რაოდენობის ადგილები საჯარო ბაღებში და ამ დროს რაღაც ნაწილი რჩება სრულიად ბაღის გარეშე ისე მიდის უკვე სკოლაში. კი და რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი არის ბავშვისთვის, თუმცა მე რა სიტუაციაც მოგიყევით ახლა ბაღებში რაც ხდება ძირითადად 90% არა ბათუმის 100% ბაღები ესეთ მდგომარეობაში არის. ხანდახან მგონია რომ მართლა ჯობია ბავშვი სახლში იყოს და ეზოში ითამაშოს, ვიდრე იქ რაღაც თვითგადარჩენაზე იყოს ორიენტირებული. და ფიქრობ რომ აი ესეც მართლა ჩვენს ბავშვებს დააზარალებს რა თქმა უნდა, თორემ მათ არც კერძო სკოლები მოაკლდებათ, არც კერძო ბაღები მოაკლდებათ და ისევ ეს, თუმცა მათ ეგ აწყობთ, რომ რაც უფრო გაუნათლებელი და ბნელი იქნება ერი, უფრო მარტივი სამართავია და სავარაუდოდ ესეც რაღაცნაირად ფარული ის არის მაგათი მიზანი. ანუ ბათუმის მერის ეს პასუხი რომ ჩვენ ადგილი ვერ ვიპოვეთ და ამიტომაც ჯერჯერობით ვერ ვაშენებთ ამ ბაღს. ადგილებს თუ ვერ იპოვეს, ან რომელიმე სამშენებლო კომპანიას მიმართონ და ეგრევე. ხო, დამაჯერებელი არ არის თქვენთვის, რასაც ბათუმის მერია ამბობს, ხო? მადლობა, ეს კეთი გოგიტიძე იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთია მოქალაქეების პოზიციები ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. დღესაც მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ესეთი რეპრესიული კანონების მიუხედავად, რასაც იღებს ზედიზედ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი. მოდი გოჩა მელაძეს გავესაუბრებთ. ეს აღმოჩნდება საერთოდ გოჩა. მინდა გითხოთ ბოლო რამდენიმე ახალ ამბავზე, მაგალითად საერთაშორისო გამოძიებისკენ მოწოდება გააკეთა დღეს ევროპარლამენტმა, რომელსაც გააქვთ მოորդენ რომ მოხდება საერთაშორისო გამოძიება ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღის გამოყენების ნაწილზე და დაისჯებიან შესაბამისი პირები, ვინც გამოიყენა მართლაც ეს ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. აი, ჩვენ ნახეთ რაღაც გამოძიების მაგვარი, რომელიც უცნებამ დაანონსა პრაქტიკულად რაღაც ერთი კვირის განმავლობაში. 5 დღე იძიებდნენ და 5 დღის შემდეგ გარდეს დაასკვნა, რომ გამოიყენეთ ის ნივთიერება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. თუმცა საია განმარტავს ონა ქურდოვანიძე, მაგალითად, რომ არც ერთი ქიმიური ნივთიერების შერევის უფლება არ აქვს უსუს წყლის ჭავლში. წყლის ჭავლი არის მხოლოდ წყლის ჭავლი. მართალი ბრძანდებით პირველად იყო მათი განმარტება იყო შინაგან საქმეთა მინისტრის სიმსის მინისტრის ბატონმა გომელაურმა. კი ბატონო, ჩვენ ესეთ ქიმიური ნივთიერებები გვაქვს, მაგრამ ეს იყო ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს შეძენილიო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ 13 წლის განმავლობაში თუ კი ეს აკრძალული ნივთიერება იყო, თუ კი არ შეიძლებოდა მისი გამოყენება, რატომ არ მოხდა მისი ამოღება და განადგურება. ნუ სამწუხაროდ ოცნება ისევ ნაცნობ სტრატეგიას მიმართავს.
ისრების გადამისამართება წინა ხელისუფლებაში, მაგრამ სამწუხაროდ ანზორ-გოლქვაძეები და ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების მსახურებას. ამ ეტაპზე ბატონ ჯაბა არ მაქვს მოლოდინი, რომ ოცნება რეალურად რაიმე რეაგირებას მოახდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც აი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ფარდა ეხება რეალობას, რა ნივთიერება გამოიყენეს და შესაბამისი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ეს სურვილია, რომ საქართველოს ისტორიაში ეს მსგავსი დანაშაული არასდროს არ განმეორდეს. უამრავი ადამიანია დაზარალებული, მათ BBC-ს გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს და ეს არ იყო გამოკითხვა, ეს პრაქტიკულად ზეწოლა იყო იმ ადამიანზე, ეს გავდა, მე ისეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ ეს გავდა დევნას. ოცნება ცდილობს საკუთარი დანაშაულის კვალი დაფაროს, არ გამოვა, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია, ეს მეტად მძიმე დანაშაულია და ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც ფარდა ეხება რეალობას და შესაბამისი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ამასობაში სემენტი აპირებს, რომ გაზარდოს დენის გადასახადი ქვეყანაში. თქვენთვის რამე გასაგები და მისაღები იყო ის დასაბუთება, რაც მოვისმინეთ. ეს აი ბატონი ზარქოა, ხომ? ეს რაღაც კომიკური პერსონაჟია, თავისი რაღაცა ეგზოტიკური კომენტარებით, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს. პრაქტიკულად მათი გუნდის წევრს წარმოდგენა არ ქონდა სემეკის გადაწყვეტილებაზე, პრაქტიკულად ყველაფერზე ისაუბრა ამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე. მოგვიანებით ნახეთ ბატონი ყოფილი თბილისის მერის ნარმანია, დავით ნარმანი, რომელმაც იცით რა ხდება, ესენი საუბრობენ ეკონომიკურ წინსვლაზე, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის ჩვენთვის ყოველდღიურად ცხოვრება ძვირდება. პრაქტიკულად ეს ელექტროენერგიის ტარიფი ვერ დაასაბუთეს, ეს იყო ძალიან ზოგადი საუბრები იმის შესახებ, რომ უნდა განძვირდეს, მაგრამ ქვეყანაში ბობოკლებს კორუფცია, ქვეყანაში ბობოკლებს განუკითხაობა, ყოველდღიურად პრაქტიკულად რიგითი მოქალაქეებისთვის, ისინი ვინც ცხოვრობენ ხელფასით და რაღაც ცდილობთ რომ ვიპოვოთ სარჩო, ყოველდღიურ ცხოვრება კატასტროფულად ძვირდება რა. აი წარმომიდგენია, რომ ბატონი ნარმანია, რომლის შრომის ანაზღაურებას 18,000 ლარს აჭარბებს, ვერ იგრძნობს საკუთარ თავზე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას. პრაქტიკულად ბატონი კალაძე ვერც, ბატონი კობახიძე ვერც, ბატონი პაპუაშვილი ვერ იგრძნობენ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება, რას ნიშნავს რიგითი მოქალაქეებისთვის. ასევე ვერ იგრძნობენ ისინი აი ეს მცირე მეწარმეებისთვის, პატარა ბიზნესმენებისთვის, აი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც თავის გადარჩენისთვის იბრძვიან ყოველდღიურად, რას ნიშნავს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება. იმიტომ ოცნება ვერ ართმევს თავს ქვეყნის მართვას, ოცნება ელემენტარულად აი ქვეყანაში დარჩენილ 2 მილიონ ადამიანს ვერ უქმნის არსებობის ადამიანურ პირობებს. არა მარტო დარჩენის, ვინც წასული იყო თქვა ემიგრაციაში პოლონეთში, მათ უკვე უწევთ უკან დაბრუნება, იმიტომ რომ იქაც შეიცვალა გამარტივებული წესით ასაქმების პირობა, ხო? იმის გამო რომ შეინარჩუნონ საკუთარი სავარძლები, ძალაუფლება და პრივილეგია, ისინი ათობით და ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს ართმევენ ხმის უფლებას. ანუ პრაქტიკულად ის საქართველოს მოქალაქეები დატოვეს კონსტიტუციის მიღმა. არ მიკვირს ოცნების ნებისმიერი ამოსალოდნელია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ლოგიკურად, სამართლებრივად ისინი არ მოქმედებენ. ოცნებას აქვს თავისი მოდელირებული რეალობა, არაერთხელ მითქვამს ჩაწერაზე. მათ შეუძლიათ ნებისმიერ რამეს საკუთარი ახსნა მოუძებნონ, რომელიც კანონის, ლოგიკის და მათ შორის ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის აკრძალვას. ტროტუარზე დგომის არ ვიცი, პრაქტიკულად კომიკურია, მაგრამ ჯერჯერობით მათ ეხლა გულწრფელი ვიქნები და ისინი ახერხებენ, რომ ძალით, ეს ზეწოლით, დარბევით, ტიტუშკებით, ეს პროპაგანდით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ აი ადრე თუ გვიან დადგება დრო, რომ ყველაფრისთვის ერთად აგებენ ისინი პასუხს და აუცილებლად ეს პასუხი იქნება ადეკვატური, სამართლებრივი და რეალური. თუ ნახეთ გუშინ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, როცა პოლიციელი მივიდა, აბსოლუტურად მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, ეგ დოროთე ყურაშვილმაც დაუსვა მას შეკითხვები, ხო, რა ჩვენ ახლა კანონს ვარყოფთ, როცა ტროტუარზე დგავართო და აი აუცილებელია მომართვა და გაფრთხილება შესუსტანო და მე უკვე ჩვენ გამოვაქვეყნებთ განცხადებას, არის თუ არა კანონიერი ეს შეკრებაა.
აი ითხოვენ წინასწარ მიმართვას, როგორც ჩემთვის ცნობილია, აი კონკრეტულ კი გაფრთხილებას. ამის შემდგომ ისინი უფლებას იტოვებენ, რომ რაღაც პასუხი მოვიდეს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი ეტყვიან, რომ სადღაც ეხლა ეს სტატუსს კითხულობდი, არა რუსთაველზე არა და სადღაც საბუდარის ტყეში ჩაატარეთ. ასევე დრო შეიძლება თავად განსაზღვროს, სრულიად სხვა დრო. ოცნებას ეშინია პროტესტის. აი გულწრფელად ვამბობ, ისინი ამბობენ, რომ მაცხოვრებლები წუხდებიან. ხომ ამბობენ ისინი, რომ ჩვენ ვართ 100-150 ადამიანი, აი ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ 300 ადამიანზე მეტი არ არის. მაშინ რატომ არ აძლევენ შვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომ იდგნენ ტროტუარზე? კონსტიტუციის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზება, ეს დგას ეს ადამიანი. ოცნებას ეშინია პროტესტის ოცნებას არ სურს, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი მიადევნოს ამ პროცესებს. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მათ უარი უთხრა და ყოველდღიურად ეუბნება მათ ხელისუფლებას და მმართველობას უარს ბატონოჭა. რა არის ხემისთვის საჭირო, რომ ვერ მოახერხოს ივანიშვილის დაჯგუფებამ პროტესტი ჩაახშოს საბოლოოდ ქვეყანაში? კიდევ ერთხელ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, ეს გამოიხატება სანქციებში. მე ვფიქრობ, რომ სოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოები უნდა გაერთიანონ კიდევ ერთხელ ოცნებას მკაფიო მოქმედებით უნდა გაუგზავნონ შეტყობინება, ესეთ ფრაზას გამოვიყენებ მესიჯი და რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით სოლიდარობა, ვისაც უნდა ევროპული მომავალი, ვისაც დიდი ხანია გაკეთებული აქვს ევროპული არჩევანი, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად სოლიდარული. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ ქვეყანაში სამართლებრივ არჩევნებს და უპირველეს ყოვლისა თითოეული ჩვენთაგანის გამოწვევა პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ის ადამიანები დღეს რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ამიტომ ჭირდება საერთო სოლიდარობა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მათთვის ნებისმიერი აი კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი და უნდა მიმართოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება 21 საუკუნეში კონდეს მართლობაზე პრეტენზია და ასე ექცეოდეს საკუთარ მოქალაქეებს. მადლობა, ეს გოჩემალაძე იყო მოქალაქე, რომელსაც უსმენთ თქვენ ახლა. მადლობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ასეთი იყო მოქალაქეების გზავნილები ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მოქალაქეები, რომლებიც დღესაც შეიკრიბნენ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აი რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში, როცა უცნობა არაერთი კანონით და მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში. ესწრებთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებულია სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.